უნდა მოგიყვეთ ერთგულო მაყურებლებო ახალი მრავალფუნქციური კულტურული ჰაბის BDC შესახებ, რომელიც 18 აპრილს გაიხსნება და უკვე კულტურული სივრცეების ახალ ცენტრადაც მოიაზრება. რა სივრცეს აერთიანებს BDC, ამას მაყურებელი ჩვენი ეთერიდან პირველად გაიგებს და შემდეგშიც ჩვენ ვიქნებით ახალი კულტურული ჰაბის მედია მხარდამჭერი, რადგან რუსთავიორსა და BDC-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რას თავაზობს ეს ახალი სივრცე ქალაქის კულტურულ ცხოვრებას და რა ელოდება სტუმრებს გახსნის საღამოს, ამას ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ფირცხალაიშვილი მოგვიყვება, რომელიც ახლა BDC-ს სივრცეში იმყოფება. რადგან თბილისში ახალი მრავალფუნქციური კულტურული სივრცე BDC იხსნება. სივრცე გათვლილია ყველა ასაკის და გემოვნების ადამიანისთვის და ოფიციალურად BDC კულტურულ რუკაზე 18 აპრილს მოინიშნება. რა ტიპის კულტურული მიმართულებები გაერთიანდება აქ, ამას BDC-ს დამფუძნებელი და შემოქმედებითი ხელმძღვანელი ბაჩანა ჭანტურია გვეტყვის. მოგესალმებით, ბატონო ბაჩანა. ამ კითხვით დავიწყოთ, რა ტიპის ღონისძიებები იქნება აქ თავმოყრილი და რა კულტურული მიმართულებები გაერთიანდება? დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სივრცე შეემატა ჩვენს დედაქალაქს. ეს სივრცე ყველა ხელოვანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, როგორც უკვე გამოცდილი, ასე ვთქვათ, ქორეოგრაფები თუ სალოტბარო მიმართულებით, ყველა ადამიანისთვის, ყველა შემოქმედებითი კუთხის წარმომადგენლისთვის, ახალგაზრდებისთვისაც გვინდა რომ იყოს ხელმისაწვდომი. აქ არის სივრცე, საკონცერტო დარბაზის სივრცე არის დაახლოებით 200 კაციანი მაყურებლის, ასე ვთქვათ, პარტერი, ასევე სრული გახმოვანება, განათება გვაქვს, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი შემოქმედებითი მხარის კოლექტივს, ჯგუფს, გუნდს, ორკესტრს ვუმასპინძლოთ. ასევე გვაქვს პატარა დარბაზები, სადაც დღეს რეალურად იზრდებიან და მომავალი თაობა, სადაც ცეკვავენ, სწავლობენ ქორეოგრაფიას, ასევე თანამედროვე ცეკვებს, კლასიკას, ბალეტს და გვაქვს ხმის ჩამწერი სტუდია, სადაც რეალურად უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი და როგორც სოლო შემსრულებლისთვის, ასევე მუსიკალური ბენდებისთვის და მცირე კამერული ორკესტრებისთვის შეგვიძლია ლაივ ჩაწერა მუსიკების. ასევე დაგეგმილი გვაქვს ბევრი სხვა ღონისძიება, ჩვენ გვინდა რომ გავუწიოთ პროდიუსინგი ამ შემოქმედებით მხარეს, გუნდებს, სოლო შემსრულებლებს. გვაქვს რაღაც სიახლეები, რაც რეალურად ამ დღისთვის, იმ დღისთვის, რასაც ვაპირებთ, რომ ასე ვთქვათ, გრანდიოზულად გაახსნათ აქაურობა და თბილისში რუკაზე მოვნიშნოთ ერთი კარგი კულტურული ჰაბი, სადაც ალბათ ვფიქრობ, რომ თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ჩართული არის კულტურაში, შემოქმედებაში, არა მხოლოდ ქორეოგრაფია, მუსიკა და სიმღერა, ასევე მასპინძლობთ ფერწერებს, ვასწავლობთ ხატურებს, იმართება საღამოები, მაგალითად წიგნის პრეზენტაციები და ასე შემდეგ. მოგეთ მაქსიმალურად შევეცადეთ, თუ რამე კულტურული არსებობს და გვაქვს შემხებლობა, ყველას გქონდეს და მისაწვდომი იყოს ყველასთვის აქაურობა. როგორც ვიცით, 18 აპრილს ასევე იქნება ღონისძიება, სადაც სხვადასხვა ჟანრის არტისტები მოიყრიან თავს და შესთავაზებენ პერფორმანსებს აქ მოსულ სტუმრებს. თუმცა ამის პარალელურად თქვენ შემოქმედებითი გუნდი გეგმავთ პრემიერას სტუმრებისთვის. საინტერესოა, რა ტიპის პრემიერა იქნება? ვიცით, რომ საიდუმლოა, მაგრამ იქნებ მცირე დეტალები გაგვანდოთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ სივრცისთვის შეგვექმნა რაღაც სიახლე. 18 აპრილს გახსნისთვის ჩვენ მოწვეული გვყავს სტუმრები, რომლებიც თავის შემოქმედებას წარმოაჩენენ მაყურებლისთვის. ასევე აფხაზეთის სიმღერისა ცეკვის ანსამბლი გვყავს, ასევე შვიდკაცა, ქართული ხმები, თეატრალური კვარტეტი, ასე შემდეგ. მაგრამ აი უმნიშვნელოვანესი რაც არის და ამ სცენისთვის, ამ ჰაბისთვის, რაც აქ დაიდგა, კონკრეტულად აქაურობისთვის შეიქმნა ახალი ქართული ქორეოგრაფიული თანამედროვე, შეგვიძლია ვთქვათ, პროექტი, რომელიც ალბათ თითქმის ყოველ კვირა იქნება ამ სცენის მასპინძელი. ეს არის დაბადება, ესე ვთქვათ, გმირის, რომელიც არის ყველაზე ძლიერი მოცეკვავე დედამიწაზე, რომელიც იქმნება სხვადასხვა, ესე ვთქვათ,
სტიქიებისგან და ბოლო სტიქია, რაც ჩვენთვის როგორც მოცეკვავეებისთვის არის მეხუთე სტიქია, მაგალითად ცეკვის სტიქია და აი საბოლოო ჯამში ეს ხუთი სტიქია ერთიანდება და ესე ვთქვათ, ერთი ყველაზე ძლიერი მოცეკვავე იბადება ამ სცენაზე. ძალიან საინტერესოა. ასევე გკითხავთ, ოფიციალურად იხსნება 18 მაისს BDC. თუმცა საინტერესოა ღონისძიებების მასპინძლობას როდიდან დაიწყებთ? ჩვენ მაისის თვიდან გვაქვს გაწერილი ყოველკვირეული პროგრამა ღონისძიებების, ასევე გავაკეთეთ კალენდარი და ჩვენს მომხმარებელს შეუძლიათ ჩვენ სოციალურ ქსელში ნახოს თუ რა ღონისძიება ელოდება ყოველი პარასკევის, შაბათი, კვირის პერიოდში. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ BDC ოფიციალურად 18 აპრილს გაიმართება და აქ მოსულ სტუმარს არაერთი ღონისძიება და პრემიერა დახვდება.